გამარჯობა, მე ტატო ვარ. დღეს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სესხის უცხოურ ვალუტაში აღებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ სესხი უცხოურ ვალუტაში გამოგვაქვს, მისი დაფარვა იმავე ვალუტაში უნდა მოხდეს. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ უცხოურ ვალუტაში ჩვენი შემოსავალი სესხის დასაფარად საკმარისი არ იქნება, მოგვიწევს ლარის გადახურდაობა იმ ვალუტაში, რომელშიც სესხი გვაქვს გამოტანილი. გადახურდავების ანუ კონვერტაციის კურსი ჩვენი მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის მიერ იმ დღისთვის დადგენილი კურსი იქნება. რამდენი ლარი იქნება საჭირო სესხის დასაფარი რაოდენობის ვალუტის შესაძენად, ამ კურსზე იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, გადასახდელი გვექნება კონვერტაციის საკომისიოც. მაგალითად, თუ ჩემი სესხის ყოველთვიური შენატანი $100-ია, დღეს შეიძლება ამ თანხის გადასახდელად 230 ლარის გადახურდაობა მომიწიოს. ერთი თვის შემდეგ 250 ლარის, ორი თვის შემდეგ 230 ლარის, ან სულაც 200 ლარის. გაცვლითი კურსის პროგნოზირება ურთულესი საქმეა. ბოლო წლების განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დიდი მერყეობით ხასიათდებოდა. დასკვნა ასეთია: თუ ჩვენი შემოსავალი უცხოურ ვალუტაშია, კურსის ცვალებადობის რისკი ნაკლებად გვეხება. ხოლო თუ შემოსავალს ლარში ვიღებთ, მაშინ ჩვენთვის სესხის აღება ლარში უფრო უსაფრთხო გამოდის.